ევროპა დააგვყნის, ევროპა დაგვაპირდანასტებს, კაცებს დაათხოვებენ. მე მაინტერესებდა რატომ ჯეროდა ამის რიგით ფოლს. ისინი ხო აფერისტები არიან, მაგრამ ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ჯეროდა? რიგით ფოლსებს რატომ ჯეროდა ეს? და მე ამოხსენი. ესე იგი, რიგით ფოლს კი არ ჯერა ამის. თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის ტყუილი. თვითონაც კარგად იცის, რომ მთელ პარლამენტარებს, მინისტრებს, ღარიბაშვილებს, ტობახიძეებს, შვილები ევროპაში ყავს და ამერიკაში, მათი მოქალაქეები ყავთ, ცოლებს ითამშობიარებენ და ბავშვებს იზრდიან და ასწავლიან. ესენი იციან, მაგრამ მაინც ჯერავთ, რომ ისინი რომ ამბობენ, რომ ისაო რა ქვია, ევროპა გვაპირდანასტებსო და კაცებს ათხოვებენო და დაგვათხოვებენო. და ამის ხო ჯერა, მაინც მithom ამ ჯერავთ რა, მაგრამ ეს ტყუილია, მათ არ ჯერავთ. სხვა მიზეზია და ეხლა მე გეტყვით ზუსტად რა მიზეზია. სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ კოცებს პანიკურად ეშინიათ რუსეთის. პანიკურად ეშინიათ რუსების. ისინი არიან ჩმორები. ისინი კი არ არიან ქართველი ვაშტაცები და მაგარი ტიპები. რომ კაცი თვალი. არა, ისინი არიან ჩმორები, რუსის ჩმორები და რუსის დანახვაზე და იმით ტრაკს უჭერენ და ისე ეშინიათ და ელარჯიეს უწელავენ და ანუ ესე, ხო და არ უნდათ რომ რაიმე მოხდეს, ანუ ან დაპირისპირება ან რაღაცა, ანუ არეულო ან შეხლა შემოხლა რუსებთან, ან ომი მოხდეს რუსებთან, ანუ ამაზე წამსვლელები არიან ყველაფერზე, ისინი მშობლებს რაყიდიან, დედას რაყიდიან, მამას რაყიდიან, შვილებს რაყიდიან. აი 1600 წელს, 1700 წლებში რომ ქართული ის იყო, ტყვეთა ყიდვა, რომ ყიდიდნენ ქართველებს რა, მეზობელს, ოჯახის წევრს. იმიტომ რომ აი კომფორტულად ეცხოვრათ, მტრისაქმე ეკეთებინათ და დანარჩენ ქართველებს კიდე რაც უნდა მოსვლია რა, ანუ რა ყიდიდნენ იქ რა და აი ესე კლავდნენ ქართულ ერს და ქართულ სულს. აი ისეთი ხალხია ეხლა ესენი კოცები რა. მათ პანიკურად ეშინიათ რუსის, მტრის, დამყრობლის, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაიჯერონ მithom ევროპა აპირდანასტებს, აი და ვაბოლონ ჩვენ და მithom მაგარი ბიჭები და მაგარი ქართველები არიან. აი ეს არის ფარი. ისინი ფარავენ რუსის შის ფარავენ მაგით რა, ხო და აი ესე ამ საფარველით იძახიან მithom ქართველების ტრაკებს იცავენ და მithom ქართველ კაცებს გათხოვებისგან იცავენ რა. ხო, აი ესეთი შის ფარავენ უბრალოდ რა. აი მაშია საქმე რა. დავამატებ კიდე ერთ რამეს, რომ ისინი ცოტა გონებაჩლუნგებიც არიან და იმდენს ვერ აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ხო რისის ეშინიათ, ზუსტად ამ ასეთი საქციელით მოუვათ ის რა. აი ზუსტად ასეთი საქციელით მოუვათ ის, რომ რუსი ამათ წაასხავს მე თავის ომებში, რუსი ამათ დაჩაგრავს, ამათ რესურსებს გამოიყენებს, ამათ ცხოვრებას გამოიყენებს, სათავისოდ მოიხმარს, კარგად ტრაქში ამოისვამს ამათ და გააცამტვერებს ამათ რა, ანუ თუ ამათ თავის რა იტანეს რა. ეს ხო ეხლა პირველად არ ხდება, ეს ხო ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, იმის ანდრეც და რამდენი დაიხოცა რუსის ომებში ქართველი, არც ერთ ომში არ დახოცილა მგონი მაგდენი რა. ხო და რაც რუსის ომებში ქართველები დაიხოცნენ რა, 300,000 მარტო მეორე მსოფლიო ომში, ქერჩი 100,000 ქართველი ჩახოცეს, სპეციალურად მიყავდათ ნაწილი რუსებს ეს ქართველები რომ ჩაეხოცათ რა. და ანუ ქართული გენოციდი მომხდარიყო რა. ხო და ანუ იგივე ანუ რისის ეშინიათ ზუსტად ის მოუვათ უარესად გაცილებით უარესად რა. ჩვენი ერთადერთი დამცველი არის დემოკრატიული სამყარო. თუ ვინმე ჩვენთვის კარგი უნდა, ეს არის დემოკრატიული სამყარო. გასაგებია რომ ისინი სიხეირებენ, მაგრამ
ჩვენ ამით გადავრჩებით, ჩვენც ვიხეირებთ რა. როგორც ცხოვრობს ახლა ვთქვათ, ავსტრია, პოლონეთი, ესტონეთი და ასე ჩეხეთი და ესე შემდეგ რა. აი ესე ვიცხოვრეთ ჩვენს რა და ყველა მანდ ერთმანეთის მოკავშირეა და ყველა ერთმანეთს ხელის ბანას რა ეხლა და მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის რა და აი საბერძნეთი ხო საბერძნეთზე მაგარი ქრისტიანები არიან კიდე ესენი რა მithom რა